გოგო გავიდა მარიამი 14 წლის ოცნებობდა გამხდარიყო პიანისტი მარიამი კანცელარიასთან გამართული წარმოდგენის პირობითი გმირია, რომელსაც ქართულ რეალობაში ბევრი პროტოტიპი ჰყავს. ნინო მის მსგავსად სკოლის პერიოდში გათხოვდა. 16 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებას მშობლებისგან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ოჯახი მალე დაენგრა და ახლა შვილს მარტო ზრდის. ვერ ვისწავლე, მთელ დროს უთმობდი ოჯახს, შვილს, რომელიც რეალურად არ შედგა, არ მაქვს ნორმალური სამსახური. და საერთოდ არ მაქვს უბრალოდ სამსახური, არ მაქვს ჩემი სპეციალობა, არ მაქვს კარიერა და აქედან გამომდინარე შევა ჩემთას ვუწოდო არ შემდგარი ადამიანი. ექიმი ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა სწორედ იმ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ პრობლემებზე საუბრობს, რაც ნაადრევ ქორწინებას მოსდევს. მისი თქმით, არასრულწლოვანი გოგონები რეპროდუქციულად ჩამოუყალიბებლები არიან, რაც ორსულობასა და მშობიარობას საფრთხეს უქმნის. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ეს არის მაღალი სიკვდილიანობა, როგორც ნაყოფის, ასევე დედების. ასევე ნაყოფის რომ მიჩნდება მაღალი რისკია იყოს დაზიანებული. ქორწინება შეიძლება ჩავთვალოს როგორც კინძულება, როგორც ძალადობა, იმიტომ რომ ამ ასაკში ადამიანი ვერ აცნობიერებს რა ტიპის სირთულეებთან არის კავშირში ზოგადად ქორწინება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით 22,000-ზე მეტი არასრულწლოვანი დაოჯახდა. სახალხო დამცველის ინიციატივის საფუძველი სწორედ ეს რიცხვები გახდა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, 16 წელს მიღწეულთა ქორწინებას ეხება. სიახლის მიხედვით დაოჯახებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს. ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. ქორწინების უფლება, რომელიც არსებობდა 16-დან 18 წლამდე, შეიზღუდება და იარსებებს გარკვეული წესები, ისიც გარკვეული ვადით, ხოლო ცოტა ხნის მერე საქართველოში საერთოდ აიგრძელება 18 წლამდე არასრულწლოვან პირთა ქორწინება. სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივა არის მცირე კომპონენტი ზოგადად ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ინიციატივის განხორციელებით ზოგადი სურათი და პრობლემა შეიცვლება, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფით გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი. საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების უმრავლესობის აზრი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგი მათგანისთვის უკვე შექმნილი ოჯახების დანგრევა მიუღებელია. 18 წლამდე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული არანაირად არც ფიზიკურად შემთხვევაში და არც მენტალურად და შესაბამისად სწორია. დადებითი მხარიც აქვს, თუმცა უარყოფითი მხარი აქვს კიდევ, რომ უკვე შექმნილი არასრულწლოვანთა ოჯახები რომ დაანგრიეს, ეს არ არის სწორი. მაგრამ ვისაც ერთადერთი ყოფნა უნდა ყოველთვის მოახერხოს. კანონი რა შეჭირდება. ჯერ უნდა ისწავლოს იმ ბავშვმა ჩამოყალიბდეს და მერე უნდა იფიქროს ალბათ ქორწინებაზე. კანონი კი არ უნდა არეგულირებდეს, აღზრდა უნდა არეგულირებდეს პირველ რიგში. რა თქმა უნდა კანონიც, მაგრამ აღზრდა უნდა არეგულირებდეს. ამიტომ არის ესეთი სავალალო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, რომ ანუ ხშირად უფრო ინგრევა ესეთი ოჯახები. ძალიან კაია, რა თქმა უნდა, არ უნდა ქონდეს უფლება. სანამ საკანონმდებლო ორგანოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჯანდაცვის სამინისტროს კამპანია სამოქალაქო საზოგადოება შეუერთდა, რადგან ნაადრევ ქორწინებას ყველამ ერთად უთხრას. არა. 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 თქვი არა. თქვი არა. 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 არა ძალადობას.